საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად მე-12-ად დატოვა 2024 წლის 22 მაისის შემდეგ განაკვეთი 8%-ზე ენარჩუნდება. იგივე გააკეთა დღეს ეროვნულმა ბანკმა. ცლად გიყვებით საქმიან საღამოში. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით საქართველოში ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით არის გაზრდილი. ამის შესახებ მან BMG-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფერმერები ხორბლს 65 თეთრად აბარებდნენ, წელს კი ფასი დაახლოებით 70 თეთრია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგისთვის ღვინის ეროვნულ სააგენტოს იაპონურ მარკეტინგულ კომპანიასთან Red Bridge-თან $99,950 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოდან BMG-მ გამოითხოვა. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოდან გვაცნობეს, კომპანია Red Bridge ხელმძღვანელობს იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კეინიჩი ოჰაში. საღამოშვიდობის საქმიანი საღამო სტუდიიდან ყველაზე საქმიანი და საინტერესო ამბებს გიყვებით. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი დოლორდავა და პეკა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. წლის პირველ ნახევარში საქართველოში ამერიკული პირდაპირ ინვესტიციების მოსულობა 6.7%-ით 48,600,000 შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო, რამაც 22,5 მილიონი დოლარი შეადგინა. რეიტინგში მეორე ადგილზეა ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორი 16,5 მილიონით, ხოლო განათლების სექტორში წლის პირველ ნახევარში 3,6 მილიონი დოლარის ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება კომპანიებს, სადაც იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო, ათეულში შედიან IG Development Georgia, Dariali Energy, Magticom და სხვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ უცვლელად 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა, ასები პოლიტიკის გამკაცრებას არ ჩქარობს და ფრთხილ მიდგომას ირჩევს. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში ცენტრალური ბანკი წერს, რომ გლობალურად მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა, რის გამოც სები ამჯერადაც მაღალ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს განიხილავს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. როგორც ეროვნული ბანკის პროგნოზით მოსალოდნელი იყო, ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ზომიერად არის გასდილი და აგვისტოს მდგომარეობით 4.6%-ში ადგენს. ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის მიხედვით ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ზომიერად გასდილი, მხოლოდ დროებით იქნება და საბოლოო ჯამში 2025 წელს საშუალოდ 3.8% იქნება. შემდეგ კი ეტაპობრივად დაუბრუნდება კვლავ 3.3%-იან მაჩვენებელს. ამავდროულად ინფლაციური რისკები კვლავ სახეზე არის გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური გაურკვევლობიდან და ასევე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კვლავ არსებობს ეს რისკები და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ფრთხილი მიდგომის არჩევა. ქართული ოცნება პირდაპირ გზით ქონების პრივატიზების პირობებს ცვლის. საკითხი, რომელზეც ირაკლი კობახიძე უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს, როგორც ჩანს, კანონპროექტის სახეს იღებს. ირკვევა, რომ ახალი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების შემთხვევაში მოხდება. შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შედის, რომელსაც მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა და ახლა საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არსებული პრაქტიკა, მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განმარტებით, აქამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს ინდივიდუალურად ადგენდა საქართველოს მთავრობა და იღებდა გადაწყვეტილებებს, თუმცა მისი შეფასებით უმჯობესია კანონის ფარგლებში მკაფიოდ განისაზღვროს სახელმწიფო ქონების პირდაპირ გზით პრივატიზების ან გაცვლის კონკრეტული წინაპირობები.
დაკონკრეტდება რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება და ასევე გაცვლა. პრაქტიკა მაჩვენა, რომ აუცილებელია ამ წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ საგამონაკლისო ნორმები. და ამიტომ სწორედაც აღნიშნული კანონპროექტით მთავრობა ვალდებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით კანონპროექტის მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ის წინაპირობები და როგორც გაცვლის, ასევე პირდაპირ მიყიდვის დროს რა წინაპირობები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ქონება ამ ფორმებით განიკარგოს. საქართველოს 7 თვეში 56 მილიონი დოლარის ღირებულების 218,000 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 73.9%-ით, მოცულობა კი 72.9%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს იმპორტი მცირედით გაწვირდა. წლის ამ პერიოდში 1 ტონა ხორბლის საშუალო ღირებულება $256, 2024 წლის 7 თვეში კი $240 იყო. ქვეყნისთვის ხორბლის მთავარი მიმწოდებელი ტრადიციულად რუსეთია. იანვარ-ივლისში საქართველოს 39.218,000 ღირებულების 157,000 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს $7 მილიონი აღემატება. წელს ქვეყანაში ყაზახური ხორბლის იმპორტიც ხდებოდა, რაც ყაზახეთის მთავრობის მხრიდან ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებამ განაპირობა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში $17 მილიონი ღირებულების 71,000 ტონა ყაზახური ხორბალი შემოვიდა. მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში $24 მილიონი 6,095 ტონა მეორეული ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი ღირებულებით გამოსახულებაში 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობა მცირედით 1,3% შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანას იმპორტი გაუძვირდა. საქართველოსათვის მეორეული ტანსაცმლის მთავარი მომწოდებელი თურქეთია, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და პაკისტანი მოსდევს. იანვარ-ივლისის მონაცემებით მეორეული ტანსაცმლის ტოპ 5 მომწოდებელი ასეთია: თურქეთი 9.7 მილიონის, გაერთიანებული სამეფო 2.1 მილიონის, პაკისტანიდან $861,500 მეორეული ტანსაცმელი შემოიტანეთ, არაბთა გაერთიანებული საამიროები 1.4 მილიონი, ამერიკის შეერთებული შტატები 4.3 მილიონი $. ამას გარდა 200 ტონას აჭარბებდა იმპორტი ნიდერლანდებიდან და პოლონეთიდან. ახალი დეველოპერული პროექტების დაფინანსება ხდება უფრო მკაცრი მიდგომებით, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე გამარტავს, რომ გამკაცრებული მიდგომების მიზეზი უძრავი ქონების სექტორში შემცირებული ტრანზაქციებია, რაც ბაზარზე გარკვეულ რისკებს წარმოშობს. გამკაცრებული მიდგომების ფონზე მცირდება ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობაც. 7 თვეში ქართულმა ბანკებმა 28,000 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. წლიურად კლება 12.9%-ია, თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, სესხების მთლიანი პორტფელი 3.9%-ით არის მომატებული. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი იპოთეკური სესხების კლებას რამდენიმე მიზეზით ხსნის, რომელთა შორის წამყვანი წინა წლებში არსებული რეკორდული მოთხოვნა და დღეს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია. ახალ პროექტების დაფინანსება ხდება უფრო მკაცრი მიდგომებით, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. იქიდან გამომდინარე, რომ კვლავინდებურად საუბრობთ ისევ იგივე მაჩვენებლებზე, ზუსტად იგივე მაჩვენებლებს უყურებთ ჩვენც და დეველოპერებიც, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირებულია და ამ თვალსაზრისით რისკის აპეტიტიც გამკაცრებული არის. ამიტომ მოთხოვნების რეჟიმი ცოტა უფრო მეტი არის, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ესე რადიკალურად რო ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ ფინანსდება ეს მიმართულება, ამის თქმის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ რეალური დაფინანსებები არსებობს, მაგრამ მეორე კუთხით უფრო მკაცრი მიდგომაა, დიახ, უფრო მკაცრი მიდგომა არის ზუსტად იმ პირობებიდან გამომდინარე, რაზეც ერთად საუბრობთ ყველანი. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვასა და პოლიტიკაზე. აღნიშნა, რომ სამინისტრო ბიზნესთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების ეფექტიანი შესრულებისათვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის. პრეს-რელიზის თანახმად მინისტრმა და სამინისტროს დაქვემდებარე
დავალებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები, მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბიზნეს ასოციაციის წევრებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია. საქმეის საღამოს დასრულების შემდეგ წინგელი თელარგელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი ვნახოთ გადაცემის ანონსი. ფოთის სპორტი გამტარუნარიანობის მაქსიმალურ ზღვარს უახლოვდება. 2025 წლის 8 თვეში APM ტერმინალს ფოთმა 42216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. რა ფაქტორებმა განაპირობა ტვირთების ზრდა და რა ეტაპზეა ფოთის სპორტის გაფართოების საინვესტიციო პროექტი, რომელზეც წლებია ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს, მაგრამ გარიგებას წერტილი ვერ დაესვა. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვია ჩხარტიშვილი წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმე საღამოს ტრადიციულად საფონდო ბირჟების მიმოხილვით ვაგრძელებთ და უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც ამერიკულ ინდექსებისათვის საკმაოდ კარგი და დადებითი იყო. NASDAQ-მაც და S&P 500-მაც ახალი რეკორდები დააფიქსირეს. დღესაც საბედნიეროდ ინვესტორების განწყობა ამერიკის მასშტაბით არის პოზიტიური, როგორც ხედავთ, ამ წუთებშიც გვაქვს ზრდა, S&P 500 0.33-ით არის გაზრდილი, NASDAQ-ი 0.21-ით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სწორედ დღეს ისტორიაში პირველად NASDAQ-ის შეფასებამ მიაღწია 22,000-იან ნიშნულს. ეს არის მისი არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმუმი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. NASDAQ-ის აღმასვლის მიუხედავად Dow Jones-ის ინდექს, ანუ 30 უმსხვილესი კომპანიის ინდექს, კორექცია აქვს და ეს კორექცია 0.64%-ს შეადგენს. თუმცა NASDAQ-ის აღმასვლას კი ერთი საინტერესო გარემოება განაპირობებს. როგორც ხედავთ, ეს არის უმსხვილესი კომპანიების სია, სადაც დიდად გამორჩეული შედეგები იდეაში არ არის, მაგრამ ორი რამ აუცილებლად მოხვდება თვალში. პირველი, ეს არის Broadcom-ი, რომელზედაც გასულ დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ, მან უკვე არაერთ გზის დააფიქსირა დღეში 10%-იანი ზრდა და დღესაც ის აფიქსირებს პლუს 9.5%-ს და ბოლო პერიოდში Broadcom-ი არის საუკეთესო ფინანსური შედეგების მქონე კომპანია და ასევე კომპანია, რომელმაც გადააჭარბა აბსოლუტურად ყველა მოლოდინს, რომელიც საერთოდაც არსებობდა საფონდო ბირჟაზე. ეს კომპანია არის Oracle, როგორც ხედავთ, ის ამჟამად იმყოფება მსოფლიოში მე-12 ადგილზე და ის დღეს დაწინაურდა ზუსტად 3 ადგილით. კომპანიის შეფასება უკვე 950 მილიარდია და სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე ის უკვე ტრილიონიანი კომპანიაც კი გახდება და ზრდა, როგორც ხედავთ, არის უბრალოდ დაუჯერებელი რიცხვი. ეს არის 40% ერთ დღეში. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ტრილიონიანი კომპანიების კლუბში არ გვინახავს არათუ 40%-იანი, არამედ 20%-იანი ზრდაც კი ერთი დღის განმავლობაში და Oracle-მა ეს მოახერხა. სხვათა შორის, ამ კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლარი ელისონი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი. დიახ, ის სავარაუდოდ გადაასწრებს ილონ მასკს თავისი ქონების შეფასებით, რადგანაც ის Oracle-ის ძალიან მსხვილი აქციონერია. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას კომპანიის აქციები დიდად არ დაუთმია, თუ კი რა თქმა უნდა თავდაპირველ საინვესტიციო რაუნდებს არ ჩავთვლით. აქვე Oracle-ზეც უნდა ვთქვათ, ორივე სიტყვა ამ კომპანიამ გამოაქვეყნა ფინანსური შედეგები, რომელსაც რთულია საერთოდ რაღაც რეალობასთან ახლოს ყოფი ვუწოდოთ. კომპანიამ დააფიქსირა გარკვეული მიმართულებით შემოსავლების არც მეტი არც ნაკლები 350%-იანი ზრდა. ეს აღემატებოდა როგორც კომპანიის თავად შიდა მენეჯმენტის მოლოდინს, ასევე Wall Street-ის მოლოდინს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისათვის მთელი საინვესტიციო სამყაროს ყურადღება სწორედ ამ ერთ კომპანიაზე არის მიპყრობელი და როგორც გითხარით, არ არის გამორიცხული, რომ მომდენო რამდენიმე დღეში ის უკვე ოფიციალურად გახდეს ტრილიონიანი კლუბის წევრი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ყველაზე დრამატული ზრდის ავტორი. მოკლედ, Oracle-ს მთელი აღმასვლა წინ აქვს, ამ აღმასვლის მიზეზი კი არის, რა თქმა უნდა, cloud ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდა,
და AI-ზე საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნის მატება. ამითი, რა თქმა უნდა, ორაკლი ძალიან დიდ სარგებელს იღებს და სწორედ ეს არის ის ძირითადი გამოპარებებელი მიზეზი, თუ რატომ დებს NASDAQ-ის ინდექსი ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ რეკორდულ შედეგს. მოკლედ, სანამ ამერიკული კომპანიები რაღაც შეუძლებელ შედეგებს აჩვენებენ, როა გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ევროპულ კომპანიებს ასეთი შთამბეჭდავი შედეგები მოგეხსენებათ არ აქვთ. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ევროპაში ასეთი ზრდა მსხვილ მასშტაბზე არ გვინახავს. პირიქით, თუ გადავხედავთ ევროპულ მაღალი მოდის ინდუსტრიას, საავტომობილო ინდუსტრიას, ან თუნდაც ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიებს, ნახავთ, რომ ამ სფეროში წარმოდგენილ კომპანიებს ევროპის მასშტაბით ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდად აქვთ საქმე, ანუ ამერიკა და ევროკავშირი ამ მხრივ არიან სრულ დისონანსში. ევროპასთან მინიმალური აცვლება, აზიაში კი შანხაი ძირითადად გაზრდილი ნიკეის ინდექსი აქვს ამ ეტაპზე +0.87%, მაინც მთელი მსოფლიოს ყურადღება არის მიუღებელი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აქვე ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, ის არის გაძვირებული დაახლოებით 2%-ით და ბრენდის ფასი როგორც ხედავთ, $68 ნიშნულსაც კი უახლოვდება, WTI-ს რაც შეეხება ის $64-დაა ხელმისაწვდომი. ბუნებრივი აირი არის გაძვირებული 2%-ით და მეგავატის ათენერგიის ფასი 33 ევროს შეადგენს. აი რაც შეეხება ოქროს, მისი ღირებულება როგორც ხედავთ უნციაზე არის $3641. ოქრო ამ წუთას იმყოფება რეკორდულ ზონაში, ხოლო დღის განმავლობაში მან $3670 ნიშნულსაც კი მიაღწია, რაც საერთო ჯამში იყო რეკორდული მაჩვენებელი. ერთწლიან პერიოდში ოქროს აქვს არცმეტი არცნაკლები 45%-იანი ზრდა, ვერცხლიც დაახლოებით ანალოგიურად პოზიტიური შედეგით არის წარმოდგენილი. აქვე კრიპტოზეც უნდა ვისაუბროთ, ამ ხრივაც გვაქვს ზრდა 2%-ის ვარგლებში და ინდუსტრიის შეფასება არის $4 ტრილიონი. ბიტკოინი ამჟამად ივაჭრება დაახლოებით $114,000, ეთერეუმის ფასი კი $4,300-4,400 ვარგლებშია. საერთო ჯამში ბაზარი მზარდია და კაპიტალიზაციას რაც შეეხება, როგორც ხედავთ, ბიტკოინისა გვაქვს $2,375 მილიარდი, ეთერეუმთან $528 მილიარდი. აქვე დროა ვისაუბროთ უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ ქართულ კომპანიებზე. ამ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღესაც პოზიტიური შედეგი აქვს და მატება არის +0.86%. რაც შეეხება TBC-ს ამ შემთხვევაში გვაქვს +0.45%. აი ჩვენს ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, კურსი დოლართან ისევ და ისევ არის 2.69. ამ ხრივ ლარი ბოლო პერიოდში არის განსაკუთრებით სტაბილური. ევროს კურსი არის 3.15, სტერლინგის კურსი კი არის 3.64. და ბოლოს აქვე ტრადიციულად, უნდა ვთქვათ, ორივე სიტყვა ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კომპანია, რომელიც ესეც საინტერესო შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელშიც თანხის დაბანდების შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური სარგებელი, თანაც პასიურად, ხოლო ამ ფინანსური სარგებლის მოცულობა წლეურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9.5%, ხოლო ანგარიზე 50,000-ზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს კიდეც 11%. ეს არის ამონაგები, რომელიც უნდა გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group, როგორც გითხარით, არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ეს ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. ტრადიციულად მოკლედ მოგახსენებთ თემებზე, რომელიც საქმე საღამოს ყურადღების ცენტრში იქნება. ფრანგული ამბებით ვიწყებთ, სადაც პოლიტიკური კრიზისია, რასაც თან ახლავს ეკონომიკური სირთულეები, სამპარტიული პარლამენტი, არა სტაბილური მთავრობა. ერეკლე ფოლადიშვილმა მოამზადა მიმოხილვა ამ თემაზე და რამდენიმე წუთში შემოგვერდება. ასევე ვისაუბრებთ ჩინეთზე და ჩინეთის ეკონომიკის პრობლემებზე. იქ დეფლაცია, რატომ არის დეფლაცია პრობლემა ჩინეთის მსგავსი ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის. ამაზე სულ რამდენიმე წუთში მოგიყვებით. ეს ასევე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ კორპორაციულ სექტორზე, რადგან ისე გამოვიდა, რომ გავლენილ 24 საათში ბევრი სიახლე დაგროვდა კომპანიებთან მიმართებით. აქ არის როგორც ზრდის, ასევე დაღმასული სიახლეები, აგრეთვე შევეხებით ორაკლის საკითხს, რომელიც მოგეხსენებათ ფურორს ახდენს და ამავდროულად შევეხებით იმ სიახლეებსაც, რომლებიც არის გავრცელებული გარიგებების მიმართულებით. ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გარიგება დაიდო დღის განმავლობაში და მის შესახებაც მოგახსენებთ რამდენიმე წუთში.
დღევანდელი საქმეის საღამოსთვის ჩვენმა ჟურნალისტმა, როგორც რამდენიმე წამის წინ გითხარით, ერეკლე პოლოდიშვილმა საუბრის თემად საფრანგეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შეარჩია. სამპარტიული პარლამენტის არსებობის ფონზე ქვეყანა მუდმივად მერყეობს და სტაბილური მთავრობის არარსებობის ფონზე ვითარება კიდევ უფრო მწვავდება. რა მიიყვანა ქვეყანა ამ ვითარებამდე, როგორია მოცემულობა ახლა და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, სწორედ ამაზე სასაუბროდ ახლა ეთერში ერეკლე პოლოდიშვილი შემოგვიერთდება ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა, მიესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენი საუბრის თემა საფრანგეთია. ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომლის უდიდესი მონაპოვარი და ამავდროულად ყველაზე დიდი თავისთქმელი მისი მრავალფეროვანი დემოკრატია და ბობოქარი საზოგადოებაა. თუ დღეს განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებდით, გეცოდინებათ, რომ საფრანგეთის სამოქალაქო პროტესტმა მოიცვა მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დაშლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. დღეს ჩემი მიზანი იქნება აგიხსნათ, რატომ მივიდა მაკრონის ხელისუფლება ამ ვითარებამდე და რა უძღოდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს წინ, ასევე რას უნდა ველოდოთ მომავალში. როგორც ყველა სხვა ნორმალურ ქვეყანაში, საფრანგეთშიც მოსახლეობის უკმაყოფილების უმთავრესი მიზეზი მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ამ კუთხით მეხუთე რესპუბლიკის საქმე კარგად ნამდვილად არ არის. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის მხოლოდ 0.6%-ია. გასულ სამთვეში კი კვარტალიდან კვარტალამდე ზრდა მხოლოდ 0.3% შეადგინა. ცალკე პრობლემაა უმუშევრობა, რომელიც 7.5%-ია გაჩერებული. რაც შეეხება ინფლაციას, მართალია მისი ტემპი შენელდა, თუმცა მაინც 0.9%-ზე ფიქსირდება. ვალუტის გაუფასურების მიუხედავად არ იზრდება ხელფასები, რაც რიგითი მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 113%-ს აჭარბებს. საბიუჯეტო დეფიციტი კი 5.8%-ზეა. ყოველივე ამის მიზეზი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულიად ქაოსური შედეგებია. ქვეყნის სამივე წამყვანი პოლიტიკური ძალა ელოდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებდა და მთავრობას საკუთარი ინტერესების მიხედვით დააკომპლექტებდა. შესაბამისად, თავის ეკონომიკურ ხედვასაც უპრობლემოდ გაატარებდა, თუმცა შედეგების გამოქვეყნებით კმაყოფილი არავინ დარჩა. როგორც ულტრამემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე და ცენტრისტულ პარტიებს პარლამენტში თითო მესამედი ერგოთ. შესაბამისად, რადიკალურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის კოალიციურ სამთავრობო კაბინეტზე მოლაპარაკებები ვერც კი დაიწყო. ამ შესაძლებლობით კი ისარგებლა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პოლიტიკური ძალაუფლების დახმარებით საკუთარი პარტიის რჩეულ პრემიერ-მინისტრს გაბრიელ ატალს თანამდებობა შეუნარჩუნა. წესით სწორედ ატალს უნდა განეხორციელებინა საჭირო რეფორმები და ქვეყანა ეკონომიკური ჩიხიდან გამოიყვანა, თუმცა ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებმა მის არც ერთ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად, ატალს საქმიანობის გაგრძელების შანსი არ მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ განსხვავებით მარინ ლეპენის პარტიისაგან, ჟან-ლუკ მელენშონის დაუმარცხებელი საფრანგეთი მაკრონთან თანამშრომლობისთვის მზად იყო მხოლოდ იმ პირობით, თუ პრემიერ-მინისტრი მათი პარტიიდან შეირჩეოდა. მემარცხენე პარტიისთვის ძალაუფლების გაყოფა მაკრონს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკური შეხედულების ფარგლებში არ აწყობდა და სწორედ ამიტომ ატალის წინსვლის წასვლის შემდეგ 2024 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთი თანაგუნდელი მიშელ ბარნიე დაასახება. თავად ბარნიემ პარლამენტს 60 მილიარდი ევროს მოცულობის ბიუჯეტის დეფიციტის პაკეტი წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტი ეკონომიკური ვითარების გამკლავებისთვის ნაწილობრივ გადასახადების ზრდას, ნაწილობრივ კი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას მოიცავდა, თუმცა ინიციატივას მხარი არც მემარჯვენე და არც მემარცხენე პარტიებმა არ დაუჭირეს. უფუნქციოდ დარჩენილ ბარნიეს კი პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მოკლედ, მაკრონის რიგით მეორე დასახელებულმა პრემიერ-მინისტრმა პოსტი სამთვეში დატოვა. რიგით მესამე უკვე ფრანსუა ბაირუ იყო. ტექნოკრატი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტს საბიუჯეტო ხარჯების 44 მილიარდი ევროთი შემცირების პროექტი წარუდგინა. ინიციატივის ფარგლებში უნდა გაუქმებულიყო ორი დასვენების დღე და შეჩერებულიყო სოციალური კეთილდღეობისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ზრდა. ბაირუს მიერ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ეს გეგმა გაჟღერებისთანავე ორივე მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა პარტიამ კატეგორიულად უარყო და პრემიერ-მინისტრს გუშინ წინ უნდობლობა გამოუცხადა. ამ ფონზე გაჩნდა მოლოდინი, რომ მაკრონი მთავრობის მეთაურად საკუთარი კანდიდატების წარდგენას შეწყვეტდა. ან კოალიციის შეკვრას ცდიდა, ან თუნდაც ოპოზიციისთვის უკეთეს შემთხვევაში პარლამენტს დაითხოვდა. მაკრონმა არც ერთი ნაბიჯი გადადგა, არც მეორე და ადგა ამჯერად პრემიერ-მინისტრად არა ტექნოკრატი, არამედ უახლოესი გარემოცვის წევრი, თავდაცვის წარმატებული მინისტრი და ცნობილი კრიზის მენეჯერი სებასტიან ლეკორნოუ დანიშნა.
მთავრობის ახალ მეთაურს ყველაზე რთული გამოწვევის გადალახვა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და გატანა მოუწევს. ფორტუნა მის მხარეს ნამდვილად არ არის, რადგან ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრების ცვლაში გამოსავალს ვეღარ ხედავენ და მაკრონს პარლამენტის დაშლისკენ მოუწოდებენ. მაკრონი ცდილობს ვითარება არ შეიმჩნიოს და პროცესი ისე გააგრძელოს, თითქოს ლეკორნოუს სამპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს. ხოდა, სწორედ ეს კონკურენტები, მარინ ლეპენისა და ჟან-ლუკ მელანშონის პარტიები, დედაქალაქისა თუ საფრანგეთის სხვა ქალაქებში მასშტაბურ აქციებს აგორებენ. გააჩერე ყველაფერი არის რადიკალური მემარცხენე პარტიის იმ კამპანიის სახელწოდება, რომელიც მიზნად ქალაქების პარალიზებას ისახავს. ვითარების ჩასახშობად ხელისუფლებას 80,000 პოლიციელის მობილიზება მოუწია. დაკავებულია 300-ზე მეტი სამართალდამღვრევი. რთული ახლა იმის თქმა, რა შედეგებით დასრულდება პოლარიზებულ საფრანგეთში არჩევნები. ცხადია თუ ის ჩატარდება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მელანშონი მოიგებს, საპენსიო ასაკი 60 წლამდე დაიწევს. გაიზრდება მინიმალური ხელფასი და მდიდართათვის გადასახადები დამატებით დაწესდება. ხოლო თუ უმრავლესობას მარინ ლეპენის რადიკალური მემარჯვენეები მოიპოვებენ, შეიზღუდება მიგრაცია, გადავადება ბუნების დაცვისთვის გასატარებელი რეფორმები და 2027 წლამდე, როგორც პარტია ანონსებს, 3%-მდე შემცირდება საბიუჯეტო დეფიციტი. ცხადია, ეს მხოლოდ დაპირებებია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ პოლიტელიტას საკუთარი წესებით თამაში უკვე არაერთხელ, მათ შორის გასულ წელს აიძულა. შესაბამისად, არაა გამორიცხული მისი ხელით კიდევ ერთი პოლიტიკური ტრიუკი ვიხილოთ. ნახოთ, მადლობა ერეკლე ჩართვისთვის, ტრადიციულად საინტერესო მიმოხილვისთვის ერეკლე ფოლადიშვილი იყო. საქმიანი საღამოს პირდაპირ ეთერში ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებთ ამბებს მსოფლიოდან. გალტენ თაგარჩიელიან, რომ მიმდინარე წელს საჯაროდ გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა ჯამში $1 მილიარდ გადააჭარბებს. როგორც საინვესტიციო ბანკის დირექტორის მოადგილემ BMG-ს განუცხადა, 2025 წელი ობლიგაციების ბაზრისთვის შედარებით ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში ეს სეგმენტი გააქტიურდა და წლის ბოლოსკენ კომპანიებს რამდენიმე მსხვილი ემისია აქვთ დაგეგმილი, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში. 2025 წლის 1 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტი 25,600 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომლის საერთო ღირებულება $31,900,000. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 12%-ით, ხოლო ღირებულება 19%-ით არის გაზრდილი. ზურგსტის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა. სააგენტო მოსახლეობას ურჩევს არ შეეძინონ ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვა რეალიზაციის მოთხოვნები. დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში, სიახლეები ამ მიმართულებით არ გვაკლია, რადგანაც როგორც ჩანს, რუსეთი კიდევ ერთხელ გახდა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროვოკაციის მიზანმიმართულის თუ შემთხვევითის ავტორი. იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი რამ გასარკვევი და დასაზუსტებელი, რადგანაც შეიძლება ეს ყველაფერი მართლაც შემთხვევითი ყოფილიყო. და მოკლედ შემთხვევა, რომელზედაც ახლა უნდა ვისაუბროთ, უკავშირდება პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას რუსული დრონების მიერ. აქ საუბარი არ არის რეკრეაციულ დრონებზე, საუბარი არის სამხედრო დრონებზე, რომელთაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე. ცხადია, რუსეთის ფედერაციას პირდაპირ იერიში არ მეუტანია თავისი დრონებით პოლონეთზე, ეს იქნებოდა რეალურად ომის გამოცხადება, ფაქტობრივი ნატოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა. აქ არის მხოლოდ საუბარი საჰაერო სივრცის დარღვევაზე, რომელსაც პოლონეთმა უპასუხა ჩამოგდებით, მარტივად რომ ვთქვათ, დრონებს გაეგზავნათ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ სივრცე, რომლის შემდეგაც, რადგანაც არ შესრულდა ეს მოთხოვნა, მათი ჩამოგდების ოპერაცია განხორციელდა და ზოგიერთი მათგანი ჩამოვარდა მათ შორის სამოქალაქო ტერიტორიაზეც, როგორც ვიცით, დაზიანებული არის რამდენიმე სახლიც კიდე დაშავებულებიც არიან. ამ შემთხვევაში თავად დრონის ჩამოგდება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც დრონის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რადგანაც ზოგადად საჰაერო სივრცის დარღვევა ეს გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას. შეჭრა, აქ არ არის საუბარი სამოქალაქო თვითმფრენავის მიერ გადაკვეთაზე საზღვრისა, რომელსაც შეიძლება არ ქონოდა ნებართვა და რაღაც უბედური შემთხვევის გამო მოუწია უბრალოდ იქ შესვლა, არა, აქ საუბარი არის სამხედრო დრონის შეჭრაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და სწორედ ამიტომაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ითხოვს ნატოს მეოთხე
მუხლის ამოქმედებას. მეოთხე მუხლი ეს არის ის მთავარი ფუნდამენტი, რომელზედაც ნატო დგას, ეს არის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ვალდებულები არიან დაიცვან პოლონეთი, რადგანაც პოლონეთი ამ შემთხვევაში არის სუვერენიტეტის შელახვის საფრთხისა და რისკის წინაშე. ეს რისკი შეიძლება ამ წუთებისათვის პირდაპირ რეალიზებული არ იქნეს, მაგრამ მაგალითად ხვალ შეიძლება დრონს უკან მიხვეს თეორიულად ავიაგამანადგურებელი ბომბდამშენი, რაც გამოიწვევს უბრალოდ პოლონეთის, ასე ვთქვათ, სამხედრო აგრესიის ქვეშ აღმოჩენას, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე თავად პოლონეთისთვის და რა თქმა უნდა ნატოსთვისაც. მოკლედ დღის განმავლობაში ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც ამ თემას მოხდა ძალიან დიდი გამოხმაურება, ამის გარეშეც ვერჩევლიდა და ვხედავთ ძალიან სერიოზულ ესკალაციას მათ შორის პოლონეთსა და რუსეთს შორისაც. დღეს ალბათ არ დასრულდება ცხადია ეს თემა, იქნება განხილვებიც, მათ შორის სპეციალური შეკრება ნატოს წევრი ქვეყნებისა, იქნება გადაწყვეტილება მიღებული, პოლონეთი მიიღებს თუ არა დამატებით, ასე ვთქვათ, ძალებს თავდაცვისათვის, თუმცა პოლონეთის თავდაცვის სისტემა ამ შემთხვევაში, რაოდენობით და მასშტაბიდან გამომდინარე, შესანიშნავად იმუშავა, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ რუსეთის დრონებმა დაარღვიეს საზღვარი. რა თქმა უნდა, ამ თემას გამოეხმაურა დმიტრი პესკოვი ჩოუს სტილში და მან თქვა, რომ მომხდარი რუსეთისთვის დაბრალება მოკეთ მომხდარისა რუსეთისთვის არის დასავლეთის მორიგი პროვოკაცია. ესე დრონი გადავიდა იქ და არ ყოფილა დრონი. ჩოული ამბავი. ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობები რუსეთს ყოველდღიურად ადანაშაულებენ პროვოკაციების მოწყობაში, უმეტეს შემთხვევაში არც კი ცდილობენ არგუმენტების წარმოდგენას. იმაზე მყარი არგუმენტი, რომ დრონმა გადაკვეთა რუსეთის საზღვარი, რომელიც არის ჩამოგდებული და ფიზიკურად არის ჩამოგდებული, მეტი მყარი არგუმენტი ალბათ არ არსებობს. ეს დრონის თავიდანვე მყარი იქნებოდა, მაგრამ ნაწილება დაიშალა და შემდეგ შეაგროვეს და შესანიშნავი არგუმენტია, მაგრამ პესკოს არ ჯერა ხონდა ამ არგუმენტის. მოკეთ როგორც ვახსენეთ, უკვე ეს დრონები განადგურებულია, თუმცა რუსეთი რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ამ თემაზე არ იღებს. მეორე მხრივ ალბათ ცდილობს იმას, რომ არ ამოქმედეს ნატოს მეოთხე მუხლი. შემდეგ ამას მოყავს მეხუთე მუხლი, რაც დამატებითი თავის ტკივილი შეიძლება იყოს რუსეთისთვის საზღვარზე პოლონეთისა და ისედაც პოლონეთი ნატოს წევრია და იქ განლაგებული შესაბამისი თავდაცვის რეტალიაცია და პასუხისგაცემის პირობები შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში. ალბათ რუსეთი ბოლომდე ამას არ აღიარებს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ დასავლურმა საზოგადოებამ ამაზე გარკვეული რეაგირება უნდა მოახდინოს და ეს რეაგირება არ უნდა იყოს მხოლოდ ის თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც პოლონეთმა უკვე კარგად ჩაატარა. სხვათა შორის აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დრონები შეიძლება მართლაც შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, რადგანაც ზოგადად რუსული დრონები დიდად ნავიგაციის და შორ მანძილზე ოპერირების კარგი უნარებით არ გამოირჩევიან, მათ ხშირად გზაებნევათ. ასეთი შემთხვევა არაერთხელ გვინახავს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობს პერიოდში და სხვათა შორის როგორც ვიცით, ლუკაშენკომ გააფრთხილა პოლონეთი, რომ თქვენს მიმართულებით რამდენიმე გზადაბნეული დრონი მოემართებოდა და სად იყავითო ეს. ხო, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ დარღვევა მოხდა, არ ცვლის ფაქტს, რომ თუ იქ დაშავებულები და გარდაცვალების ფაქტი იქნებოდა, რა თქმა უნდა. ეს იქნებოდა პასუხისგება შემთხვევაში რუსეთზე დაგესწრება. რუსეთის ფედერაციაზე გავაგზავნოთ საუბარი და კიდევ ერთი ესეთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რაც უკავშირდება რუსულ კაპიტალის ბაზარს. რუსული კაპიტალის ბაზარი რა ეტაპზე ყველამ კარგად ვიცით. მოსკოვის საფონდო ბირჟა არის რაღაც მარტივად რომ ვთქვათ მიტოვებული სივრცე, სადაც აღარც ინვესტორები არიან და არც ტრეიდერები, იქ ვაჭრობა უბრალოდ აღარ მიმდინარეობს, არის ისეთი შეზღუდვები კაპიტალზე, რომ ამ პირობებში ინვესტირება არის უბრალოდ შეუძლებელი, მათ შორის თავად რუსულ კომპანიებსაც კი აღარ უნდათ მოექსთან საქმის დაჭერა, საუბარი არის აქ სახაზინო ობლიგაციების შესყიდვაზე, თუნდაც ან თვითონ კორპორაციული ობლიგაციების განთავსებას. დაცვა შენობაში მარტო ხო? ნუ უბრალოდ აი დაცვა არის და რაღაც რამდენიმე კომპანიის აქცია არის. ხო, რაღაცნაირად ეგრე არის. რამდენიმე კომპანიის აქციები არის განთავსებული, რომელთა ფასები ხანდახან არც იცვლება. იმდენად ვაჭრობა არ არის, რომ ფასი იუერჩება, რაღაც ესეთ საოცრებები ხდება მოექსთან მიმართებით. მოკლედ მოექსზე განთავსება რუსულ კომპანიებს აღარ უნდათ არც თავიანთი აქციების, არც თავიანთი ობლიგაციების და არც არაფრის ყიდვა არ უნდათ იქ და შესაბამისად კომპანიებს განვითარებისათვის სჭირდებათ ობლიგაციების გამოშვება, მარტივად ვთქვათ, რადგანაც კაპიტალის მოზიდვა არის საჭირო ინვესტორების მხრიდან და ამისათვის სხვა ალტერნატივა რუსეთისთვის იყო ტრადიციულად ევროპის ბაზარი, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟა იყო ერთი ვარიანტი, იყო ფრანკფურტი და ძალიან იშვიათ შემთხვევაში ამერიკული საფონდო ბირჟა. ჰონკონგი არის ყო ვარიანტი თუ? როგორ? ჰონკონგის ვარიანტი აი ხო ბოლო პერიოდში უფრო ჩნდება და აი სწორედ ჩინეთის მიმართულებით გადაიხარნენ ახლა დიდი რუსული კომპანიები, როგორც ვიცით, გაზპრომი და როსატომი უკვე განიხილავენ გამოშვებას სახაზინო ობლიგაციების და მათ შორის თავიანთი კორპორაციული ობლიგაციების,
რომლებიც სხვათაშორის შეიძლება წარმოქმნილი იქნას სწორედ ჩინურ ბირჟაზე, მაგრამ მაგ საინტერესო ის არის, რომ დენომინირება ამ სავალო ფასიანი ქაღალდების არ მოხდება არც დოლარში, არც ევროში, არც რუბლში, არამედ ჩინურ ეროვნულ ვალუტაში, რადგანაც ჩინეთს ასეთი თამაშის წესები აქვს, თუ გინდა ჩინეთში ვაჭრო, უნდა იყიდო ჩინური ვალუტა და შემდეგ დააბრუნო ჩინური ვალუტა, ამითი დედოლარიზაციის სტრატეგიის გავრცელებას და გაძლიერებას ფიქრობს და გეგმავს პეკინი ამ შემთხვევაში და გასაგებია ყველაფერი. ნუ ჩინეთზე დამოკიდებულება თავისი არსით რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადაზე გაზპრომი ვერ იფიქრებს, იმიტომ რომ გაზპრომი უკვე არის ზარალზე გასული კომპანია, რომელსაც აქვს ამ ტემპით 3-4 წელი ოპერირებისათვის, რის შემდეგაც უნდა გაჩერდეს. შესაბამისად საჭიროა კაპიტალის მოზიდვა და აქ რაღაც გეოპოლიტიკას ფიქს ვერ დაიწყებენ გაზპრომში, გადარჩენა არის თავარი პრიორიტეტი და ამიტომაც მათ სავარაუდოდ მოუწევთ თავიანთი კორპორაციული ობლიგაციების გამოშვება ჩინურ ეროვნულ ვალუტაში და მისი განთავსება ჩინურ ბირჟაზე. ეს კი, ნუ რამდენად ნიშნავს რუსეთის მთელი ეკონომიკის ჩინეთზე ჩამოკიდებას, ამას ალბათ ყველანი ძალიან ჩინეთს თავის თამაშის წესები აქვს, რომელსაც არ შეცვლის არანაირ შემთხვევაში, მით უმეტეს ახლა ამ პერიოდში, თანაც რუსეთისთვის მით უმეტეს არც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ინტერესი იქნება ამ ობლიგაციებზე, ეს ცალკე თემა, მაგრამ რომ მოუწევს ჩინურ ვალუტაში განთავსება, ეს მეორე თავისატკივარი, თუმცა უფრო დიდი თავისატკივარი გაზპრომს ახლა მიმდინარე პერიოდში აქვს, რაც ახსენე შენც. ჩინეთს ამბავი სხვა კუთხით, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის ეკონომიკას, დეფლაცია, რომელიც საკმაოდ დიდი პრობლემაა, 2.9% იყო წარმოებათა ფასების შემცირების მაჩვენებელი ბოლოს. შესაბამისად, ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების წარმოებული პროდუქცია ძვირდება, რაც ჩინეთის მსგავსი ტიპის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ისინი წარმოების ეკონომიკა არიან, უდიდესი წარმოებები და ექსპორტის მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად, ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს და ჩინეთის მთავრობას მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული. ამ პირობებში, როდესაც დეფლაცია 2.9%, რამდენ მიღწევადია 5%-იან ეკონომიკური ზრდა, არ არის ცხადი ჯერჯერობით, ჩინეთი ებრძვის დეფლაციას და დეფლაციის განმაპირობებელი ფაქტორები, მიზეზები, უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. გაძვირებულია სესხის შესაბამისად ხელმისაწვდომობა ფინანსებზე შეზღუდულია ჩინეთის მასშტაბით, ასევე იპოთეკური სესხების მომსახურება არის გაძვირებული და ეს რეალურად იწვევს იმას, რომ ქვეყანაში არის დეფლაცია, ამასთან დეფლაცია ფიქსირდება სამოხელმოო ფასების ინდექსთან მიმართებითაც, რომელიც წლიურად არის 0.4%-ით შემცირებული. რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას ჩინეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით ალბათ მიიღებს, თუმცა ფაქტია, რომ დეფლაციას ბოლო პერიოდია ჩინეთი ებრძვის, მოლოდინები 2.9%-დანაც მიმართებით დაახლოებით ახლოს იყო 2.9%-ის ფარგლებში, შესაბამისად საშუალოვადიან, უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში ვნახავთ ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებებსაც, როგორ შეიძლება ქვეყანა ამ პრობლემას გაუმკლავდეს, მით უმეტეს რომ არ აქვს ახლა ჩინეთს ისეთი მდგომარეობა, ტარიფებთან დაკავშირებული ამბები ისევ აქტუალურია, რომ ჰქონდეს ძლიერი პოზიციები ამერიკასთან მიმართებით, ასე რომ მას სჭირდებათ ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც და 5% ჩინეთისთვის ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, იმაზე კარგი, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენ. ვისაუბროთ გლობალურ ბიზნესზე და ამ მიმართულებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის Oracle. ეს არის კომპანია, რომელმაც გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები, რომელიც იყო უბრალოდ დაუჯერებელი. როგორც ჩანს, კომპანია cloud მიმართულებით გეგმავს 144 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას, არის ეს 77%-ით მეტი იმასთან შედარებით, რასაც მოელოდნენ. ასევე ყველაზე შოკის მომრელი აღმოჩნდა ის, რომ გაფორმებული კონტრაქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა, აქ საუბარი არის B2B ძალიან გრძელვადიან და მსხვილ კონტრაქტებზე, ამ შემოსავალმა აჩვენა ლამის 360%-იანი ზრდა. ასეთი შედეგი ალბათ ლარი ელისონსაც კი არ დაესიზმრებოდა არასოდეს და ეს ადამიანი ახლა არის ალბათ ძალიან გახარებული, რადგანაც მისი ქონების შეფასება დღეს გაიზარდა ამ წუთების მონაცემებით დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით. და ის უკვე იმდენად ახლოს არის ილონ მასკთან, ამჟამად ის არის მეორე ადგილზე, რომ შეიძლება დაახლოებით 2 დღეში ის გახდეს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომ მას შეიძლება გადაასწროს მასკს. ნუ რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა, ამისათვის რეალურად ლარი ელისონი მთელი ცხოვრება იღწვის და ეს ადამიანი საკმაოდ ასაკშია უკვე შესული 80 წელს უახლოვდება, მაგრამ ასე არ გამოიყურება ნამდვილად და თანაც საინტერესო ის არის, რომ მას ძალიან ისეთი ხედვა და სიყვარული აქვს Oracle-ის მიმართ. მე მინახავს მისი არაერთი ინტერვიუ, სადაც
მას ერთდროს, აი დაახლოებით 2000-იანი წლების მიჯნაზე სთავაზობდნენ ორაკლის გაყიდვას 20 მილიარდ დოლარად. აი ესეთი შეთავაზება იყო, რომელზედაც მან თქვა უარი და ყოფილა ესეთი კრიტიკა, მათ შორის კოლეგების, მეგობრების, ოჯახის წევრების მხრიდან, რომლებაც უთხრეს, რომ ხომ არ გაგიჟდი 20 მილიარდ დოლარზე, როგორ შეიძლება უარი თქვაო და ეს ადამიანი დღეს უკვე ფლობს 350 მილიარდ დოლარს დაახლოებით პირადად, ხოლო კომპანიის შეფასება რამდენიმე წუთის წინ ნახეთ და იყო 950 მილიარდი დოლარი, ის სავარაუდოდ ამ კვირას გახდება ტრილიონიანი კომპანია, კი. ხო, ნუ ესე გამოვა და ეს ზრდა ეს ფოტოები ახალი იყო, რაც გადიოდა? ფოტოები არის საკმაოდ ახალი, 3-4 წლის ფარგლებში გადაღებული ფოტოებია. 90 მილიარდი როშო 10 წლით გაახალგაზრდა. ნუ არ ვიცი, დღევანდელი მისი ფოტო ალბათ იმ ხალხაზე დიდი ღიმილი გადაჰკრავს მას სახეზე, რომ შეიძლება 10 წელი ჩამოაყლდა და რაღაც 90 მილიარდი მოემატა, 10 წელი მოაყლდა. ესეთი პროპორცია შეიძლება იყოს მასთან მიმართებით და აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორაკმა პრემარკეტში დააფიქსირა პლუს 30% და რამდენიმე წუთის წინ ნახეთ, რომ იყო პლუს 40%. ასეთი შედეგი ამის არასოდეს გვინახავს ასეთ კომპანიასთან მიმართებით. შედეგები არის ყველანაირად უბრალოდ შოქის მონგრელი და ეს უკვე იმის მაუსტყებელია და მომასწავებელია, რომ უკვე ორაკლი გახდება ტრილიონიანი კომპანია და ის შეუერთდება ძალიან ექსკლუზიური კომპანიების კლუბს, სადაც არიან რაღაცა Meta, Amazon, Google, Nvidia და ასეთი მასშტაბის კომპანიები. აქ აღმოჩნდება Ellisonis კომპანიაც და Ellisoni ძალიან დიდი ვარაუდით გახდება პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი. ხო, თან მასკის სვლას თუ გავითვალისწინებთ, აქ Google-ის ამბავია ერთი 3.2 მილიარდის დოლარის ჯარიმა, რომელიც ევროკავშირმა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს დაუწესა. ანუ Google-ისთვის 3.2 მილიარდი დოლარის გადახდა წესით პრობლემა არ იქნება. მაგრამ მაინც დიდი ფულია. ხო, რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხაა. ამ შემთხვევაში მარეგულირებელი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ჯარიმით. 60 დღის ვადაში Google-მა სპეციალური განმარტება უნდა წარადგინოს წერილობითი სახით. საქმე კი უკავშირდება იმას, რომ Google ზღუდავს კონკურენციის პირობებს. კონკურენციის პირობების შეზღუდვა მდგომარეობს შემდეგში, რომ Google, როდესაც ადამიანი გარკვეულ პროდუქტს ეძებს, მაგალითად ველოსიპედს, როდესაც შეარჩევს Google-ში, რომ ყველაზე გაყიდვადი ველოსიპედი მაჩვენე, დაავალებს Google-ს საძიებო სისტემას, ის არა ყველაზე გაყიდვად ველოსიპედს აჩვენებს, რომელიც მართლაც რიცხვებით ყველაზე მეტი იყიდება და ყველაზე პოპულარული, არამედ აჩვენებს ჭეშმარიტებას კი არ აჩვენებს. ჭეშმარიტებას არა, აჩვენებს კომპანიის ველოსიპედს, რომელთანაც ის სარეკლამო პარტნიორობას ეწევა. ანუ კომპანიას აქვს სარეკლამო გადასახადი მოსაკრებელი გადახდილი. ევროკავშირის მარეგულირებელი ფიქრობს, რომ ეს არის კონკურენციის პირობების შეზღუდვა, რადგან რეალურად მომხმარებელი ითხოვს სხვა რამეს და Google ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არის მონოპოლისტი, აჩვენებს სხვა რამეს, რადგან მას ფინანსური რა თქმა უნდა და ბიზნეს ინტერესები გააჩნია. Google-ის მხარე ფიქრობს, რომ სწორედ ამაზეა დაფუძნებული Google-ის, ასე ვთქვათ, შემოსავლები, ბიზნეს მოდელი, რომ მათ რეკლამა განათავსონ, შესაბამისად მიიღონ ამ რეკლამის სანაცვლოდ შემოსავლები. და მომხმარებლები ეს იციან კიდეც. ხო, მაგრამ ზოგიერთ პოსტს აწერია რამდენიმე პროცენტმა. თუმცა ზოგიერთს არ აწერია, აი აქ არის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში Google სავარაუდოდ მოუწევს 3.2 მილიარდი დოლარის გადახდა ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯარიმისა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეკლამების გაყიდვა, რადგან Google-ის ძირითადი შემოსავალია, კომპანიაში ფიქრობენ, რომ საძიებო სისტემაში რეკლამის გაყიდვა არანაირ წინააღმდეგობაში არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა Google-ის პოზიციები განსხვავებულია ევროკავშირის პოზიციებისგან, კომპანია ამ ჯარიმასაც გადაიხდის და 60 დღეში გაასაჩივრებს კიდეც და 60 დღეში განმარტების წარდგენას მოუწევს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ყველა სამართლებრივი პროცედურა Google-მა უნდა გაიაროს. ნუ ეს პირველი ჯარიმა არ არის Google-ისთვის. და არც ბოლო. ის მიუღია, არც ბოლო. კიდევ მიიღებს, კიდევ აიტანს სავარაუდოდ. ზოგადად ტექნოლოგიური კომპანიების ოპერირებაში ესეთი დაუწერელი წესით კი არის, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯად ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ამ შემთხვევაში სასამართლო დავები. კი, დაახლოებით აი ეგეთი წარმოდგენა აქვს ყველა ტექ ანტრეპრენიორს და ზუსტად ასეთ ვითარებაში არიან. ახლა Anthropic-ის წარმომადგენლები და დამფუძნებლებიც ეს საკმაოდ ახალი სტარტაპია, მისი პროდუქტი ეს არის Claude AI, რომელიც არის ChatGPT-ის და Gemini-ის კონკურენტი, ვისაც გამოუყენები ალბათ დამეთანხმება, რომ ძალიან საინტერესო AI მოდელია, მხატვრულად შეუძლია მეტყველება და წერს შესანიშნავად, თუ კი მხატვრული ლიტერატურით ხართ დაინტერესებული და სწორედ აი ეს არის პრობლემა. და
პირველი შეკითხვა ყველა ვინც კლოდს იყენებს ჩნდება აი ესეთი რატომ წერს ეს AI ასე კარგად ხატრულად და ნუ ამ პრობლემის თავი და ბოლო ყოფილა შემდეგი რა როგორც ჩანს კლოდი დაუკითხავად მარტივად რომ ვთქვათ იტაცებდა ავტორების მიერ შექმნილ წიგნებს აქ საუბარი არის დაახლოებით 9 მილიონ წიგნზე აკოპირებდა იქ რაც ეწერა კი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ავტორებისგან სწავლობდა როგორ აეწყო წინადადებები, როგორ ჩამოეყალიბებინა აზრი, მათ შორის იდეებსაც კი ებარავდა, კრეატიულ იდეებს და შემდეგ უბრალოდ მოხმარებლებს აწვდიდა ამ ინფორმაციას AI მომსახურების სახით. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან უხეში საავტორო უფლებების დარღვევა, ამიტომაც სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში იყო შეტანილი კოლექტიური სარჩელი, რომელიც დაასრულა ენთროპიკმა მორიგებით, ანუ გარკვეულწილად აღიარა დანაშაული და მზად არის გადაიხადოს $1.5 მილიარდი. თითოეულ წიგნში მან უნდა გადაიხადოს $3,000, ანუ თითოეულ იმ წიგნში, რომელიც აიტვირთა ამ AI-ის მონაცემთა ბაზაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრს ვიხილავთ სავარაუდოდ ყველა AI მოდელთან მიმართებით, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ AI მოდელები წიგნებს და ზოგადად ნებისმიერ ინფორმაციას იყენებენ, ამუშავებენ მუსიკას, ფოტოებს, ყველაფერს აბსოლუტურად, რაც შემოქმედებასთან არის დაკავშირებული, იღებენ, ამუშავებენ და შემდეგ მარტივად რომ ვთქვათ, ტოკენების სახით ყიდიან მოხმარებლებზე, რაც არის რეალურად საავტორო უფლებების ძალიან უხეში დარღვევა. ხო, ეგ გამოწვევა შეიძლება იყოს მომავალში, მოიფიქრებინ ალბათ როგორ შეიძლება ებრძოლონ ამ გამოწვევას, დაჯერიმება გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის, ყოველ შემთხვევაში ალბათ AI კომპანიებს და ამ ტიპის კომპანიებს მოუწევთ, რომ გარკვეული საავტორო მოსაკრებები როიალტი გადაიხადოს, რა თქმა უნდა და მარტივად გამოძვრენ ამ ვითარებიდან. ილონ მასკის კოსმოსურმა სტარტაპმა SpaceX-მა კომპანია EchoStar-ისგან $17 მილიარდი ღირებულების რადიო სიხშირის ლიცენზია შეიძინა. მასკი დასაწყისში ვახსენეთ, შეიძლება ამ შენანძენით ას გაფართოებით ცოტა ხანი ვერ დაეწიოს ორაკლის დამფუძნებელი, ნახოთ. ამ გარიგების შედეგად Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ოპერირებისთვის დამატებითი სიხშირეები გაიხსნება, რაც უკაბელო ინტერნეტის და მონაცემების გასაგზავნად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ცხადია, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება გაფართოებას Starlink-ის ინტერნეტისა და გლობალური ბაზრების კიდევ უფრო მეტად მოცვას. SpaceX-ში განმარტავენ, რომ კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სატელიტურ ინტერნეტის დაფარვის ზონას გაზრდის და Starlink-ის სერვისებს მილიონობით მომხმარებლისათვის გახდის ხელმისაწვდომი, შესაბამისად ამან უნდა გაზარდოს Starlink-ის შემოსავლებით. $17 მილიარდი არ არის, რა თქმა უნდა, პატარა გარიგება, მცირე გარიგება, საკმაოდ მასშტაბური გარიგება, თუმცა სავარაუდოდ SpaceX კარგად აქვს გათვლები გაკეთებული, ასევე განსაკუთრებით იმ რეგიონებში მოხდება დაფარვა, სადაც საკაბელო ინტერნეტის და სატელევიზიო კავშირის დაფარვის ზონა შედარებით ნაკლებია, რაც რა თქმა უნდა აუცილებელი ბაზარია და მოთხოვნა ამ ტიპის მაღალ ხარისხის ინტერნეტზე ამ ბაზარზე იქნება საკმაოდ დიდი. ხო, SpaceX-ი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტარტაპია და კიდევ ერთ სტარტაპზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის Klarna, რომელიც საფონდო ბირჟაზე დებიუტს აპირებს, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე საუბარი, ანუ ეს შვედური ფინტექ კომპანია. გავა და სავარაუდოდ მისი შეფასება დაიწყება $15 მილიარდიდან, აქამდე გაცილებით დაბალი იყო შეფასება, მაგრამ გაიზარდა, რადგანაც მან დამატებით მოიზიდა $1.5 მილიარდი ინვესტიცია, შესაბამისად მისი valuation-ი, რასაც ქვია შეფასება, არის გაზრდილი. IPO-ზე მოელიან, რომ აქციის ფასი იქნება $40, ახლა უკვე არადა აქამდე მოლოდინი 35-37-ის ფარგლებში იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი, ხოლო თავად Klarna არის კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებლებს BNPL-ის ტიპის სერვისს, ანუ ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, განაწილების სერვისი ან ნაწილ-ნაწილ გადახდის სერვისი, ის მერჩანტებთან იწყებს პარტნიორობას, შემდეგ მერჩანტები ახერხებენ მეტი პროდუქციის გაკიდვას, სწორედ განაწილების სერვისის არსებობის გამო მომხმარებლები კი იღებენ 3 თვეზე, 4 თვეზე ან 1 თვეზე განაწილების უფლებას და ამით მათ არ უწევთ პროცენტული გადასახადის გადახდა, ასე მუშაობს ეს. შუაში არ არის საფინანსო ინსტიტუტი, ხო ესე? საფინანსო ინსტიტუტი არ არის, ეს სერვისი არის მოწოდებული Klarna-ს მიერ. ძალიან მარტივი სერვისია, რომელიც არის საკმაოდ მაღალ შემოსავლიანი. მოკლედ, აი ესეთი იყო კორპორაციული სიახლეები და ჩვენ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს, რომელიც უკავშირდება მიმდინარე წელს ერთ-ერთ უმსხვილეს გარიგებას, რომელსაც დღის რიცხვის ფორმატში გაგაცნობთ. სამთო-მოპოვებითი სექტორი ისტორიული გარიგების წინაშეა. ლონდონში დაფუძნებულმა ანგლო-ამერიკანმა და კანადურმა Tech Resource-მა გაერთიანება გადაწყვეტეს. როგორც ცნობილია, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჰოლდინგის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $53 მილიარდი იქნება, რაც
2025 წლის ერთ-ერთ უმსხვილეს გარიგებად ჩაითვლება. ახალი კომპანიის სტრუქტურას რაც შეეხება 62.5%-იან წილს გააკონტროლებს ანგლო-ამერიკანის ინვესტორთა კონსორციუმი, ხოლო დაახლოებით 37.5%-იანი წილით ტრეკის ინვესტორები და აქციონერები იქნებიან წარმოდგენილნი. ამ მასშტაბური გარიგების მიზანი ეფექტიანობის გაზრდა, ხარჯების შემცირება და ახალ ბაზრებზე შეღწევა, რომლის საშუალება ახალ კომპანიას ნამდვილად ექნება. ასეთი იყო საქმეების საღამოს 10 სექტემბრის გამოშვება. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ წინგელით თელარაგელანდიას ავტორ გადაცემა წერტილით თქვენ ამ მეგემშვიდობებით. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.